2026 წლის საავტომობილო ბაზრის ანალიზი, რომელიც 380,000 მომხმარებლის უშუალო გამოცდილებასა და 20 კრიტიკული ტექნიკური კვანძის შეფასებას ეფუძნება, ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ გარდაქმნის ცოდნა და საინჟინრო დისციპლინა ეკონომიკურ ღირებულებას. როცა 5-დან 10 წლამდე ასაკის მეორადი ავტომობილების საიმედოობის პროგნოზირებულ ინდექსებს ვაკვირდებით, ცხადი ხდება, რომ ბაზრის ლიდერობა არა მხოლოდ მარკეტინგული სვლები, არამედ წარმოების პროცესში ჩადებული აკადემიური სიზუსტისა და ტექნოლოგიური განათლების პირდაპირი შედეგია. ამ კონტექსტში იაპონური სკოლის დომინირება შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან მათი საწარმოო ფილოსოფია მუდმივ სწავლებასა და სრულყოფას ეფუძნება. მეორადი ავტომობილების სეგმენტში უპირობო ლიდერის პოზიციას 100 ბალიან სისტემაში 77 ქულით. Lexus-ი იკავებს, რაც უნიკალური პრეცედენტია, რადგან ეს მაჩვენებელი ბრენდის ახალი მოდელების რეიტინგსაც კი აღემატება და ადასტურებს, რომ ხარისხიანი ინჟინერია დროის გამოცდას ღირსეულად უძლებს. მას კვალდაკვალ 73 ქულით მშობელი კომპანია Toyota მიჰყვება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კორპორაციული ცოდნის ტრანსფერი და ხარისხის მართვის სისტემები, როგორც განათლების პრაქტიკული რეალიზაცია ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს. საინტერესო დინამიკა იკვეთება მესამე ადგილზე მყოფი Mazda-ს შემთხვევაშიც, რომელიც 58 ქულით მართალია ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა საკუთარ ახალ მოდელებს ძველი გამოშვებები ურჩევნია, რაც საწარმოო პროცესების ცვლილებასა და ტექნოლოგიურ ადაპტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მეტყველებს. ამ მონაცემების ფონზე მკვეთრი კონტრასტი იკვეთება სიის ბოლოში, სადაც 31, 32 და 35 ქულით შესაბამისად Tesla, Jeep და Ram-ი პოზიციონირებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინოვაცია თუ მას ზურგს მყარი საინჟინრო ტრადიცია და ფუნდამენტური განათლება არ უმაგრებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ წაგებას ნიშნავს. განსაკუთრებით საყურადღებოა Tesla-ს ფენომენი, რომელიც მეორად ბაზარზე კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ახალი ავტომობილების რეიტინგში 50 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ეს მოცემულობა განსაკუთრებით Model 3-სა და Model Y-ს გაუმჯობესებული მაჩვენებლების ხარჯზე გვიჩვენებს, რომ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სწავლება და შეცდომების ოპერატიული გამოსწორება კომპანიის გაჯანსაღების წინაპირობას ქმნის. რაც შეეხება ახალი ავტომობილების ბაზარს, ამ მხრივ სურათი ოდნავ იცვლება, სადაც ლიდერობას 66 ქულით Toyota იპყრუნებს, მას კი 73 ქულით. Subaru და 60 ქულით Lexus-ი მოსდევენ, ხოლო Honda და BMW შესაბამისად 59 და 58 ქულებით ხურა მეხუთეულს. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ და ცხადად ამტკიცებს მოცემულობას, რომ ქვეყნის თუ კომპანიის ეკონომიკური სიძლიერე პირდაპირ პროპორციულია იმ ცოდნისა და განათლების, რომელიც პროდუქტის შექმნაში იდება.